ჩვენ დავასრულეთ საუბარი ესთეტიკის უნივერსალურ კატეგორიაზე, საკუთრივ ესთეტიკურზე. თქვენ ალბათ გახსოვთ სქემა, რომ გიჩვენეთ, სადაც ესთეტიკური კატეგორიები სამ განშტოებად იყო დაყოფილი. პირველში ჩვენ მოვათავსეთ, შეგახსენებთ, ობიექტური ესთეტიკური კატეგორიები, მშვენიერება, უგვანო, ამაღლებული, მდაბალი, ტრაგიკული, კომიკური. მეორე გახლდათ სუბიექტურ-ობიექტური ესთეტიკური კატეგორიები, როგორებიც გახლავთ ესთეტიკური იდეალი, ესთეტიკური გრძნობა, ესთეტიკური გემოვნება და ესთეტიკური შეფასება. და ბოლოს სუბიექტური ესთეტიკური კატეგორიები. ეს გახლავთ ხელოვნება, მხატვრული სახე, შემოქმედება. ჩვენი სქემის შუალედურ კვადრატში მოცემული სუბიექტურ-ობიექტური კატეგორიებიდან მოდით საუბარი დავიწყოთ ესთეტიკური იდეალით. ესთეტიკური იდეალი წარმოადგენს საზოგადოებრივი პრაქტიკის კონცენტრირებულ გამოხატულებას. ესთეტიკური იდეალის დახმარებით იხსნება სინამდვილის საგანთა და მოვლენათა ესთეტიკური შინაარსი და მნიშვნელობა. ხდება სამყაროს ესთეტიკური აღქმა, სინამდვილის შემეცნება სახოვანი ფორმით. ესთეტიკურ იდეალში გახლავთ როგორც ნორმატიული, ასევე მიზნობრივი, ანუ მიზანდასახული მხარე. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვანი აზრით ცხოვრების მიზანსაც და ნორმასაც. ესთეტიკური იდეალი სუბიექტურისა და ობიექტურის ერთიანობაა. ესთეტიკური იდეალის გარეშე შეუძლებელია სინამდვილის ესთეტიკური აღქმა. სინამდვილის ესთეტიკური აღქმა არ ემთხვევა მხატვრულ აღქმას ხელოვნებაში. თავის ყოველდღიურ შრომით პრაქტიკაში ადამიანი გარდაქმნის სინამდვილეს, გარდაქმნის სილამაზის კანონების მიხედვითაც. ესთეტიკური მომენტი უცხო არ არის ადამიანის ყოველგვარი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. ხელოვნება სინამდვილის მხატვრული აღქმა, ესთეტიკური აღქმის უმაღლესი ფორმაა. მხატვრის შემოქმედება იქმნება განსაზღვრული ესთეტიკური იდეალების საფუძველზე. მაღალი იდეალები აუცილებელია როგორც დადებით სახეთა შესაქმნელად, გმირული და ტრაგედიული ხასიათების შესაქმნელად, სინამდვილის მშვენიერებისა და ამაღლებულის გამოსასახად, ასევე უარყოფითი პერსონაჟის სახის შესაქმნელად, კომედიური და სატირული ხასიათის შესაქმნელად. შეუძლებელია სატირული სახის შექმნა მაღალი ესთეტიკური იდეალების გარეშე. სინამდვილე აისახება ხელოვნების მიერ გარკვეული ესთეტიკური იდეალების საფუძველზე. სინამდვილის მხატვრული აღქმა ვარაუდობს ადამიანის განვითარებულ ესთეტიკურ გრძნობას. მოდით საუბარი განვაგრძოთ სწორედ ესთეტიკური გრძნობით. ესთეტიკური გრძნობა არის ესთეტიკური განცდის უნარი. ჩვენი ხუთი ძირითადი გრძნობის თავისებურებანი განპირობებული გახლავთ მათი შემქმნელი ობიექტური სინამდვილის თავისებურებებით. ასევეა საქმე ჩვენს რთულ სულიერ გრძნობებთანაც. ასევე გახლავთ აგრეთვე საქმე მშვენიერების და იუმორის გრძნობებთან. ესთეტიკურის ობიექტურმა თავისებურებებმა განაპირობეს ადამიანის სუბიექტური თვისება აღქმისას, განაპირობეს იუმორის გრძნობისა და გონებამახვილობის სპეციფიკის თავისებურებანი. მშვენიერების გრძნობისა და სხვა ესთეტიკურ გრძნობათა თავისებურებანი. მშვენიერების აღქმა დაკავშირებულია პირველ რიგში საგნებისა და მოვლენების უფრო ზოგად ესთეტიკურ, დადებით შეფასებასთან. ამაღლებულის აღქმა მოვლენასთან აღტაცებულ, დადებით დამოკიდებულებასთან.
ტრაგიკულის აღქმა დადებით, აქტიურ, ემოციურ თანაგრძნობით დამოკიდებულებასთან დასაღუპი მოვლენის ან ადამიანის მიმართ. ხოლო კომიკურის აღქმა აქტიურ, ემოციურ, კრიტიკულ დამოკიდებულებასთან. ეს უკანასკნელი არის კრიტიკის, ანუ შეფასების თავისებური ესთეტიკური ფორმა. ესთეტიკური აღქმა ამა თუ იმ მოვლენაში ჩვენ გვანიჭებს უდიდეს ესთეტიკურ ტკბობას. რით არის გამოწვეული ცხოვრების მიმართ ესთეტიკური გრძნობა? აქვე ვუპასუხოთ. რათა მოიცვას რეალური სამყაროს მოვლენები მთელი მათი სირთულითა და მრავალფეროვნებით. ხელოვნება და ჩვენი ესთეტიკური გრძნობა შესაძლებლობას იძლევიან შევიმეცნოთ, მოვიცვათ სამყარო მთელი თავისი სისრულით, მთელი თავისი სიმდიდრით. როდესაც ესთეტიკურ გრძნობაზე ვლაპარაკობთ, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ეს არის მაღალი სულიერი გრძნობა, რომელიც ფართოდ მოიცავს ადამიანის აზრისა და გრძნობის მთელ წყობას. მაგრამ ესთეტიკური გრძნობის ასეთი მაღალი ხასიათი სულაც არ ნიშნავს, რომ უბრალო შეგრძნებები, ელემენტარული გრძნობები არავითარ როლს არ თამაშობენ მოვლენის ესთეტიკური აღქმისას. მოვლენებში ესთეტიკური აღქმა ეყრდნობა ჩვენს შეგრძნებებს, პირველ რიგში კი მხედველობას და სმენას. სახელდობრ მხედველობა და სმენა გახლავთ ის ჭიშკარი, რომლის საშუალებითაც ჩვენს შეგნებებში შემოდის შვენიერი და ამაღლებული, ტრაგიკული და კომიკური. მე მინდა სრულად განგისაზღვროთ ესთეტიკური გრძნობა და შემდეგ ისევ განვაგრძოთ საუბარი ამ მეტად მნიშვნელოვან სუბიექტურ ობიექტურ ესთეტიკურ კატეგორიაზე. ესთეტიკური შეგრძნება, ესთეტიკური გრძნობა წარმოადგენს ადამიანის სუბიექტურ უნარს ესთეტიკურ თვისებათა აღქმისა, გაგებისა და ესთეტიკური თვისებებით ტკბობისა, რომლებიც სინამდვილისა და ხელოვნების საგანთა და მოვლენათა კუთვნილებას შეადგენენ. მხოლოდ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ესთეტიკური გრძნობა დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანთა სისტემური ერთობის, საზოგადოების წევრი ადამიანისათვის. იგი ცხოველებს არ გააჩნია.